დღეს არის შაბათი 18 ივლისი საეკლესიო კალენდრით დღეს არის 5 ივლისი 2026 წელი და ამ შაბათის შესახებ ჩვენ გვისაუბრია ეს არის საუბარი 74 წმინდა ათანასე ათონელი წმინდა აღაპიტე სინაიდელი წმინდა კირილ კვირინელი წმინდა სერგი რადონეჟელი ნაწილთა აღმოყვანება წმინდა ახალმოწამე ელისაბედი და წმინდა აგნია რომაელი ეს არის საუბარი 272 ამიტომ დღევანდელი წმინდანების შესახებ აღარ ვისაუბრებ რა თქმა უნდა და მე გადავდივარ პირდაპირ საუბარი ესე იგი ჩვენი პატრიარქის შესახებ გავაგზავნებ საუბრებს ეს არის უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი და მცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხმაფხაზეთის მიტროპოლიტი დიდი მეუფე მამაი ჩვენი ილია. ნუ მე გავაგზავნებ პირდაპირ საუბრებს, მაგრამ სანამ გავაგზავნებ, მინდა გითხრათ, რომ წინა საუბარში რაღაცა უზუსტობები მქონდა საუბარში, ნუ მე კარგად რა თქმა უნდა ხა ყველაფერი ესე მიწევნით ეს მე ჩემი მიხსიერება ამას ვერ არ მახსოვს კარგად და ესე იგი მაგალითად სამთავროს მონასტერში ეს ახალგაზრდა ნუ მომავალი მონაზვნები და მაშინ კიდე ახალგაზრდები ჯერ კიდე არც მორჩილები იყვნენ 1998 წელს გადასულან მე ცოტა გვიან მახსოვდა მაგრამ მე გადავწყვიტე რომ ამ დეტალებს განსაკუთრებით ამ სამთავროს მონასტრის შესახებ უფრო კარგად დავაზუსტებ კიდე და ალბათ ამის შესახებ კიდევ ერთი ცალკე საუბარი ერთი ან რამდენიმე საუბარი გვექნება მე კი მაინც გავაგზავნებ დღეს ესე იგი არის 1990 წელი 1990 წელი და არის დღეს ეხლა რასაც ვაგზავნებ საუბარს არის 1990 წლის 29 დეკემბერი ნუ ახალი სტილი 29 დეკემბერია და მოკლედ საღამოს ლოცვა დამთავრდა სიონის საპატრიარქო ტაძარში და ნუ პატრიარქმა შემოსა მე პირველად ცხოვრებაში ჩავეცვი შავი კაბა. ნუ ეს კაბა ერთნაირია, ნუ მორჩილი იცვამს ბერისთვისაც ესეთია, ეხლა რაც მე მაცვია ეხლა ამ თუთას კლიანად ვერ დაგანახებთ, იცით რაც არის კაბა, დიაკონი, მღვდელი, ეპისკოპოსი, ყველას. ნუ ეს არის ერთია, რომ მოკლედ განსხვავება რა არის ეს ამშვენივანი ეხლა რასაც ვამბობ, ფაქტიურად აი ამ წუთიდან ჩემი ცხოვრება სრულებით რადიკალურად შეიცვალა, იმიტომ რომ ძალიან დიდი განსხვავება, იცით სად არის, ის კი არ არის მე მღვდელი ხარ თუ დეკანოზი თუ თუნდაც ბერად აღიკვეცები, აი ეს უკვე არის სასულიერო პირი ხარ. და მანამდე სასულიერო პირი არ ხარ და ხარ ეს ადამიანი და კაცო ჩვეულებრივი ტანსაცმელი და უცებ ხდები სხვა სრულებით ეს არის აი სასულიერო პირი და გავხდი სასულიერო პირი. ნუ ჯერ ბოლომდე არა ვარ, ჯერ კაბამაცვია, მაგრამ უკვე და ჯერ საკურთხევლიდან არ გამოვსულ ვარ და ამიტომ ჯერ კარგად არ შემიგრძნია ეს რამხელა მომანიჭა პატრიარქმა რა მომანიჭა ჯერ კიდე არ ვიცი უბრალოდ ვიცი რომ ეს მოხდა და მემზადები ახლა დიაკვნად კურთხევისათვის ნუ ესეთი ნუ ძველი წესია ესეთი ხა არ ვიცი რამდენად ეს სრულდება ნუ ვინ როგორ ასრულებს ამას ჩემს მერეც რა თქმა უნდა ბევრი და სასულიერო პირია რომელიც ამას ესე აკეთებდა რასაც ახლა მოგიყვებით და არ ვიცი ხა როგორ გითხრათ ნუ სხვებზე რა აქვს გეტყვით მოკლედ რა მე ვიცი ერთი რამ რომ ძველი წესის მიხედვით რომ გაკურთხებენ აი წინა საღამოს რომ ემზადები კურთხევისათვის მთელი ღამე უნდა გაატაროს საკურთხეველში კი არა და ბერად რო აღიკვეცები რამდენიმე დღე-ღამე უნდა გაატაროს საკურთხეველში ნუ წესით 5
5 დღე-ღამე უნდა იყოს საკურთხეველში და ნუ რა თქმა უნდა ეხა ხელის დასაბანად შეგიძლია გამოხვიდე იქიდან. მაგრამ ძირითადად ნუ გამოსვლა შეიძლება რა თქმა უნდა, მაგრამ ძირითადად ნუ უნდა იყო იქ შიგნით და იცით რა შეა მან საქმე ძალიან საინტერესო ყველაფერთან ერთად ეს არის რომ აი ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებისთვის ემზადები შენ ცხოვრებაში და ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებისთვის ემზადები და სანამ ეს ცვლილებები არ მომხდარა აი თითქოს სასულიერო პერი ხარ, მაგრამ არა ხარ და ამიტომ განსასწრელი შეიძლება მოიწიოს რაღაც ჩენზე და რა, ესე იგი არა ხარ ბოლომდე დაცული. ჯერ აი სასულიერო პერი რო ხარ უკვე ხარ და მორჩა ამას ვეღარაფერი ვეღარ შეცვლის. აი სანამ გახდები აი იმ რაღაც უშუალო რაღაცა მცირე დროში შეიძლება რაღაცა მოხდეს, ეხლა მოხდა და იმიტომ გეუბნებით ამას გიყვებით ყველაფერს. ნუ ესეც ხარ რა თქმა უნდა მე ხა კი მithქვამს ახლა საკუთარ თავზე გიყვებით ახლა რაღაცებს მაგრამ რა თქმა უნდა ეს არის ჩვენი პატრიარქი რომელმაც ეს ყველაფერი შექმნა ნუ ახლა რა თქმა უნდა გლობა და ეპისკოპოსობა არ შეუქმნია არსებობდა მაგრამ აი ასეთი სახით როგორც დღეს ჩვენს ეკლესიაში რა თქმა უნდა ყველაფერი მისი დადგენილია და მოკლედ მან ესეთი საღამოთლოცა დამთავრდა, ლოცვის დრო შევიმოსე და დამულცა და მოკლედ დამამშვიდობა დილამდე პატრიარქი. ნუ ესე იგი გავიდა ცოტა ხანი, ხა ამბავს გიყვებით, გავიდა ცოტა ხანი და დაიცალა ხა ტაძარი. ნუ ხალხი კიდე არის ანტიკუნტა შემორჩენილი, მაგრამ ძირითადად ლოცვა დამთავრდა, სიონის ტაძარზე გვაქვს ლაპარაკი და წავიდა ხალხი და ნუ არ მე ესე იგი საკურთხეველში ვემზადები ხა რომ ლოცვები უნდა წავიკითხო და ნუ რაღაცა ეს ღამე როგორ უნდა გავატარო. კი შეიძლება იქ ჩამოვშდე და სადმე საკურთხეველში ჩამოვშდე და ჩაძინება შეიძლება, ნუ ჩამეძინება ალბათ და მოკლედ მემზადები ამ დიაკვნად კურთხევისთვის რა და რაღაცა ჩაშქოლი რაღაცა და იქ ხომ ნათებიც არიან ვინც მიდის და ვიღაცა გეძახისო მითხეს რა ძალიან გამიკვირდა ხა ვინ უნდა მეძახდეს და გამოვიხედე და ჩვენი მრევლის წევრი არის ერთი ძალიან ესეთი გრძნობიარე და ნუ ახალგაზრდა ქალბატონი არის. სახელებს და გვარებს არ დავასახელებ ხა, იმიტომ რომ ნუ რა ვიცი, მაინც ძალიან კონკრეტულ ადამიანზე მაქვს ხა ლაპარაკი, რომელიც ესე იგი როგორ გითხრათ, ძალიან გრძნობიარე ადამიანი იყო რა, ძალიან გრძნობიარე ადამიანი იყო და აი ყველაფერს მიმართ. და მოკლედ ეს შეწუხებული ხდება, ნუ ვიცნობ მეუფე დანიელის სულიერი შვილი არის. ნუ მამა დავითის მაშინდელის და არა მამა დავითის ჯერ არ არის აღკვეცილი ბერად მე მგონი. ამას ყველაფერს დავაზუსტებ რა სხვა ადამიანებს ეხლა მეუფე დანიელზეც მათ შორის ხო და იმას ვამბობდი რომ მოკლედ შევხვდა ეს ქალბატონი გამოვედი და მე მეძახდა რა იმიტომ რომ იცოდა ეხლა ნუ ჩვენი ბრევლის წევრი არის იცოდა რომ მე დიაკვანი ვარ და ნუ აი აღარ არის სასულიერო პირი სიონში აღარ არის არავინ მგდელი და მე შემოსილი ვარ უკვე და ნუ მეუნება რომ აი რაღაც საშინელ ამბავს ვიყვება რა რომ სასწრაფოდ არის რაღაც დახმარება საჭირო რა ხდება და საპატრიარქოს ძველ შენობაში საიდანაც აი სულ ახლახანს გადავიდა პატრიარქი ახალ შენობაში აი სიონის ეზოში საპატრიარქოს შენობაში თურმე აი ესეც კიდე ახალი ერთი ესე იგი პორტრეტი პატრიარქის რა პორტრეტის შტრიხი პორტრეტის ესე იგი ამ შენობას ამ საპატრიარქოს შენობას თურმე მე არ ვიცოდი ეს თურმე აქვს კიდევ რაღაცა დამატებითი შესასვლელი შიგნით რომელიც ქუჩიდან არის საერთოდ ქუჩიდან ხო და ეს ქუჩიდან შედის რაღაცა როგორც მე გავარკვი ღრმა კორიდორით არის რაღაც დაახლოებით ალბათ როგორც მახსოვს ერთი 10 მეტრი შეიძლება სიგრძეში ხო და შეიძლება ნაკლები ან მეტი არ ვიცი მოკლედ და
ესე იგი პატრიარქს მიუცია ნებართვა ვიღაც ქალბატონისთვის, რომელიც როგორ გითხრათ, ეხა აი შემოსილი კი არის, ოღონდ რამდენად ეს ნაკურთხია, რამდენად მონაზონია, რამდენად მორჩილია თუ რაღაც, მოკლედ შავებში არის ეს ქალბატონი და არის ესე იგი არ ვიცი ხეიბარია თუ ორი ყავარჯნით დადის ეს ქალი, ორი ყავარჯნით გადაადგილდება. ეფროსინია ესე რქვა სახელი ამ ქალბატონს და ეს ეფროსინია იყო, ვიცნობდით ამას ყველა, ვიცნობდით როგორ იცით, ხა აი სიონში რომ მოდიხარ, ეფროსინია სულ იქ არის. ეფროსინია სულ იქ არის, ითხოვს და აი რა ცხოვრები ცხოვრობს, ესე იგი და როგორ მოღვაწეობს, ეს ჩვენ არ ვიცით. და ისიც არ ვიცოდი, რომ ეფროსინია ცხოვრობს პატრიარქის ამ შენობაში ქვემოთ. იმას დამოუკიდებელი შესასვლელი აქვს და ეს ეფროსინია იქ, ესე იგი ნებართვა მიცა პატრიარქმა, რომ ეცხოვრა ამ ეფროსინიას. და ხო გითხარით, ამ პატრიარქი არის საოცრად მამაცი ადამიანია რა. ხო და აი რაღაც ამხელა რაღაცის თავის თავზე აღება, იმიტომ რომ ეს ეფროსინია დიდი ხანი, აი რამდენი როდიდან ცხოვრობდა, არ ვიცი, მაგრამ საბჭოთა კავშირის დროს, როგორც მოგახსენეთ, მოწყალების გაღების უფლება ეკლესიას არ ჰქონდა. კონსტიტუციის მიხედვით. მოწყალების მიღების გაღება არ ჰქონდა და კიდევ აი ეს ეხლა რაღაც იმათ სიტყვათ გამოიყენება ეს სალანძღავად თუ რაღაც ესე სიტყვათ, როგორც ანუ შავ სიტყვაში ნარსი აქვს. რუსული აბრევიატურაა, მაგრამ ქართულად ესე ვამბობთ ხოლმე, რომ ბომჟი. აი ბომჟი არის რა. ხო და ეს ქალი არის ბომჟი ნამდვილად. ოღონდ бомжи рато, იცით? ეს არის без определенного места жительства. ესე არის რუსულად ამ სიტყვის შინაარსი. ანუ არა აქვს საცხოვრებელი ადგილი არ აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ადამიანი არ არის დარეგისტრირებული სადღაცა და ეს ბომჟობა, ანუ რეგისტრაციის გარეშე არსებობა საბჭოთა კავშირში, რომ აი არ არის გარკვეული საცხოვრო, არა გაქვს რა. ეს დანაშაულად ითვლებოდა რა. და იდევნებოდნენ ესეთი ადამიანები და რა ვიცი, რას უშვებოდნენ, ვერ გეტყვით, ციხეში სვამდნენ თუ რაღაც. მაგრამ მოკლედ ყოველ შემთხვევაში როგორ ჩანს არ ვიცი, ხან პასპორტი ქონდა, არ ქონდა რაღაც. მოკლედ ესეთი ბომჟი შეუშვა პატრიარქმა თავის შენობაში, საპატრიარქო შენობაში, სხვა დამოუკიდებელი შესასვლელი წინა მხრიდან, საპარადო მხრიდან არ ჩანს, მაგრამ თავარი შესასვლელიდან საერთოდ არ ჩანს ის შესასვლელი, ქუჩიდან არის. მოკლედ აქ ცხოვრობს ეს ეფროსინია. ოღონდ აქ რო ცხოვრობს, ეხა იმ საღამოს გავიგე ესა, მაგრამ ეს ეფროსინიას კი რო ხედავთ, ვიცი ეფროსინია ვიცი და მოკლედ ეს ნინო მეუნება ხა სახელი კითხვი, მაგრამ არ დავაზუსტებ, რომელი ნინო იყო. ნინო მეუნება, რომ მოკლედ ეს ეფროსინია განსაცდელშია რა. რაღაცა ცუდი რამე ხდებაო იქო რა. ხო და ეხა ისა ვარ ეხა ეს რაღაც ახსარებას ავითაც არის ეს ყველაფერი ეხა რა გითხრათ. პატრიარქო გითხრა ერთხელ, რომ ესე იგი თქვენი ახსარებაო, ყველამ უნდა უთხრათო რა. ადრესის წესი იყო, რომ მრევლში ყველამ იცოდა ერთმანეთის ცხოვრება რა და ერთმანეთის სოდვები და ყველაფერი, გამჭვირვალე ცხოვრება იყო და რაღაც კარგად ცხოვრობდა ხალხი რა. და მე რო გითხე თქვენ უწინესობა, ბერო ჩემი სოდვები მოყვე მეთქი. ეხლა დაბრკოლდება ეს ხალხი რა. ხო და რამდენად ეს კაი, თქვათ მე მოყვები, მაგრამ ეკლესიისთვის რამდენად სასარგებლო იქნება მე ხო მარტო ეკლესია არ არის ხა ერთხელ რომ მოყვები მე გადის ხო ეს რაღაც ეკლესიის გარეთაც ეს. არაო, იცით როგორ უნდა ქნათო? რაღაც იგავური ფორმით უნდა მოყვეთო. ხო და იმის ვერეს უფიქრობ ამაზე და ეხლა ეს რასაც თქვენ რო გესაუბრებით რო ყვები ამას, ესეც ერთ-ერთი ფორმა ამის. მოკლედ ეხლა რასაც გიყვებით, ესეც ახსარების თემაა, იმიტომ რომ ეს ეხლა წარმოიდგინეთ
ჯერ არ ვიცი როგორ, მაგრამ ცხოვრება რომ შემეცვალა ვიცი და უკვე სასულიერო პირი, სადაც არის საათები დამრჩა რომ დიაკვნად მაკურთხონ და უკვე ესე იგი მგონია რომ თავარი პერსონა ვარ. სხვა შორის რომ გაკურთხებენ იმ დღეს, აი დიაკვნად თუ გაკურთხებენ, ითვლება რომ უპირატესი დიაკონი ხარ თელს ამ ეკლესიაში. და როცა ვლად გაკურთხებენ, იქ სხვა მღვდლებიც ხო არიან და ესე იგი მაღალღირსი მამები, ხო? შენ ითვლები უპირატესად. პირველ შენეზიარები მაგალითად და ასე შემდეგ. ხო და მოკლედ დიაკვნად ჯერ არა ვარ, მაგრამ აი ვთვლი რომ ხა ხედავ პასუხისგებლობა მაქვს და მოკლედ ამ პარტავნებაზე ვლაპარაკობ. ხა ეს ამ პარტავნება არის ნამდვილად რაც უნდა მოვინანიო. როცა კურთხევ მაქვს რომ არ გამოვიდეს საერთოდ საკურთხევლიდან, მაგრამ ხა ესეთ შემთხვევა თუ არის და რაღაცას თუ შველა ჭირდება, რა თქმა უნდა გამოვიდე. ეხაც არ ვიცი, სწორად მოვიქცეთ თუ არა, ღმერთმა რომ დამიფარა ეს კი ნამდვილად ვიცი და რა მოხდა ეხა გეტყვით. მოკლედ გამოვედი ამ საკურთხევლიდან და გავყევი ამ ნინოს და გამიყვანა, გავედით ქუჩაში. გოგონებთ აი არა მაქვს ლოცვა-კურთხევა რა, არ უნდა გავაკეთო ეგეთი რამე, მაგრამ გავაკეთე და მივედით მოკლედ ამ შესასვლელთან და აი ხო რაღაცა ხდებაო შიგნით, საშინელი სუნი დგასო რა. ხო და საშინელი სუნი დგასო და ეს ნინო შეიძლება მოგტეს, ეფროსინია შეიძლება მოგტესო იქო რა. ისეთი რა ხდებაო არავინ არ იცის და მე ხა გმირი ვარ და შევალა რას ვიზამ კაცო და შევედი. ესე იგი სუნი დგას, აი ვერ გეტყვით რას გავს ეს სუნი, არაფერს არ გავს. იცით რას გავს? ყველაზე მეტად დავიდან რომ შევედი, ვიფიქრე რომ ამ ქალს რაღაცა ჭირს. ესე ვიფიქრე რა, რომ ამ ქალის ესე იგი არასოდეს ამ ქალისგან ცუდი სუნი არ მიგრძნია, ვიცნობ, ვიზეც არის ლაპარაკი. არც არის ალბათ ახლა ცოცხალი ეფროსინია, ხო და ხო გენუთ აი რატო შეუშვა იქ პატრიარქმა და ვინ იყო სინამდვილეში პატრიარქს მეტი ეს არავინ არ იცის რა. შეიძლება რაღაცა დიდი მოღვაწეც კი იყო. მოღვაწეობდა რა ეს ქალი, ნამდვილად. ღრმად მორწმუნე ადამიანი იყო. ხო და მოკლედ შევდივარ და მეგონა რომ ამ ქალს ან რაღაცა სხეულიდან გამოსდის ეს რაღაც საშინელი, აი ვერ აგიწერთ ისეთი სუნი იყო და რომ შევდივარ შიგნით, რაც უფრო წინ მივიწევ, ესე იგი სუნი მძაფრდება უფრო, ძლიერდება. ხო და ესე იგი შესაბამისად მე მივდივარ აი იქიდან საიდანაც ეს სუნი გამოდის და საიდან გამოდის ეს სუნი, კაცო არ იცის, ეს ეფროსინიაც იქ არის შიგნით. ხო და რაღაც არ წაწოლზე წევს თუ რაღაცა და მოკლედ რომ მივედი და რა შეხედა, აი ესე რომ მიდიხარ ეს ვიწრო კორიდორია და ბოლოში მივედი და ხედავ რომ გასკურა დგას. გასკურა დგას და ანთია ეს გასკურა, ესე იგი ზემოდან ანთია რა და აი ამ სიბნელეში, ნახევრად სინათლეში რაღაცა ძლივს გავარჩიე რა, თან ეს რაღაცა ესეთი ის არის. ცუდი ხილვადობაა რა, მოკლედ ძალიან და ეს მე რაღაც აქედან მოდის ეს სუნი რა და როგორც ჩანს გაზის სუნია ეს. გაზის. ოღონდ ეს გაზის სუნი ამ დახურულ სივრცეში, აი რაღაც საშინელი სიმყრალე იყო რა. ხო და ეს გაზესა საიდან ახლა დავიწყე ზებნა, საიდან ხო ანთია ეს. გაზი ანთია და საიდან არის და დავხედე და ქვემოთ აქვს, ესე იგი ეს ღუმელივით ყველა გასკურას აქვს და ალბათ აქედან არის მეთქი და გამოვაღე ეს. თურმე მოშვებულია მთლიანად ესა. და თურმე ის სუნი გაზი დგას მთელ ოთახში და იქ კიდე შიგნით დაგუებულია ეს გაზი და რომ მოუშვი, მოკლედ ეს გაზი გამოვიდა, ის საიდანაც ენთო იქიდან ცეცხლი მოვიკიდე და აფეთქდა ეს. ესე იგი როგორ აფეთქდა ესით მეტი ცხოვრებაში ახლა ალბათ იმედი ახარ მოყვები ეგეთ რამეში, მაგრამ გადამაგდო. ესე იგი გადმომაგდო უკან და აფეთქება იყო. გაზის აფეთქება იყო და ეთყობა ან ახალი გახსნილი ქონდა ეს ან რაღაცა, მოკლედ ესე იგი საერთოდ შენობა შეიძლება დაფრენილიყო რა, ალბათ. მაგრამ ყოველ შემთხვევაში მოკლედ ეს ეფროსინიაც გადარჩა და მე გადმომაგდო და გადამისროლა რა. გადამისროლა და ცოტა რომ გამოვხიზდი იქ რაღაც მოეკიდა რაღაცა ცეცხლი რაღაცა, მაგრამ
სასწრაფო თარიღი ეს დასაკეტი და რაღაცა, მაგრამ ნუ გონებაზე ვარ რა გადავრჩი, ხო და? აი ხელი რომ მოვისვი, ეხლა რო ვარ ესე კი არ ვიყავ. ბევრი თმა მქონდა თავზე რაღაცა. აი ეს მოვისვი ეს ხელი, ეს თმები რაც მქონდა, წვერიც მქონდა უკვე ამ ხელა არა, მაგრამ მქონდა წვერი. აი ეს მოვისვი შემჩახელში ყველა, ნუ თემი თმები. წარბი რაღაცა, ნუ სამხარეს იყო როგორც ჩანს რაღაც, მოკლედ. ესე თმები აღარა მაქვს რა. საერთოდ აქაც არა მაქვს, აქაც აი წვერი მომეტროსა რაღაცა და ნუ ის კი მივედი და დავკეტე მე ესე იგი ცოტა რომ გამოვხიზდი და გამოვედი მე და მოთხარ სასწრაფო განიავდეს რაღაცა, მაგრამ ეხა მოვდივარ და ვფიქრობ რა. რომ ეხა პატრიარქი რომ დამინაღავს ეს. აღარა მაქვს ნუ ეს თმები და ეხა როგორ ვაკურთხავს იმას, ნუ დამწრობისგან გადავრჩი, მადლობა. დამწრობა არა მაქვს, მაგრამ ეს თმები არა მაქვს და ვფიქრობ როგორ ვაკურთხებს ეხა პატრიარქი, აი რანაირად რომ ეხა უწვეროს და იმას. ნუ თა როგორ არის იცით კიდე მესმის რომ უწვერო ხარ, მაგრამ ცალხარეს რაღაცა დავრჩა და ცალხარეს არა მაქვს და რაღაც მოკლედ ესეთი. ნუ მოკლედ იზღამე ვილოცებ, არა რა ვილოცებ, იგი რომ ვერ ჩენდობა ვთხოვე რაღაცა, ნუ რა ვიცი, რა ჩემეძლო. და ნუ ცოტა მოვსულიერდი რა, მოვსულიერდი საკურთხეველში, ნუ მეტი ხა წადე რომ აღარ იყო მეტი განსასწრელი რომ გამოვსულიყავი რაღაცა და მთელი ღამე გავატარეს საკურთხეველში, ხო და დილით მოვიდა უკვე დრო რა დაგემართა მოდიან ეს სასულიერო პირები ნუ შეივსო უკვე ტაძარით საკურთხეველით რაღაცა რა მოგივიდა მოყოლა ხა თავიდან რა მომივიდა და რაღაცა და აი საოცრება უნდა გითხრათ რა უწმინდესი მოგზანდა ესე იგი ნუ ხა მე საკურთხეველში ვარ ამ დროს აქ უნდა დავხდე და ერთი კი შემომხედა აი როგორი ადამიანი იყო, იცით? აი წარმოიდგინეთ რა, არაფერი არც უკითხავს, არაფერი. შემხედა უცებ ერთი შეხედვა კი იყო, რომ ან დაიფიქრა, რა ვიცი, მიხდა რომ რაღაცაში ასაკ. არაფერი არ უკითხავს რა. ნუ დაიწყო წირვა ჩვეულებრივად და როგორც წესი და რიგია მაკურთხა მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, არ გადადო ეს კურთხევა და მაკურთხა დიაგნოზ და ნუ მოკლედ წირვის მერე, წირვის ბოლოს დამიბარა და მითხრა ესეთი რაღაც, რომ ნუ უკვე მიცნობს პატრიარქი და რაღაცა და მითხრა, რომ თქვენ დაჯილდოვებული ხართ სკუფიის ტარების უფლებით. ეხლა როგორ არის, ცით სკუფია თავსაბურავია. სკუფია თავსაბურავია და ნუ ეხლა ეს გასაგებია ხო, რომ მამაკაცი ტაძარში ესე იგი თავმოხდილი უნდა იყოს რა, თავმოხდილი უნდა იყოს და ნუ ქუდის დახურვა არ შეიძლება ტაძარში. ქუდის კურთხევას ვერ დაიხურავ რა. ხო და აი ეს სკუფიის კურთხევა სასულიერო პირები დადიან სკუფიები. აი სასულიერო პირს ააკუფლება რომ შევიდეს. თუმცა მაინც ეს არის უფრო აკვეცილი ადამიანი, ან ბერს ააკუფლება, ევალება პირდაპირ რომ ტაძარში ეფაროს თავზე. ხო და მე შემინიშნავს ესე იგი მღვდლებიც და დეკანოზები განსაკუთრებით აი სკუფიის ტარების უფლებით და ახურავთ ხოლმე ტაძარში. მე თვითონ კი მღვდელი რო ვიყავი, მე აღარ მეხურა აღარასოდეს ტაძარში ვიხდიდი ხოლმე რომ შევდიოდი. ნუ რა ვიცი ხა ეს რაღაცა წესებია ესეთი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რომ მაკურთხა ეს სკუფიის ტარი და გადმომცა სკუფია. ხო და მე რაღაცნაირად ჩავთვალე რომ აი ყველაფრის უფლება მაქვს რა, იმ წუთში რაღაც დამახურა თავზე, ეს დავეხურა და ნუ აი ესეთან ცოტა მაღალი იყო ეს სკუფია და ესეთი რაღაც რუსული ყაიდის და ნუ ესეთი რა ვიცი ხა რომ მეჩვენება ცოტა სასაცილოდ გამოვიყურებოდი. რაღაცნაირად რა არ მქონდა თავზე მორგებული რა, ეხლა ნუ შენი ზომის რო გავხურავს ეს სკუფია, ნუ სკუფია თავსაბურავია, მაგრამ ეხლა ის ზუსტად არ ვიცი ხა ჩემი ზომის იყო ზუსტად თუ არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაც ესე და ნუ მოკლედ დამთავრდა ეხლა ეს სირვა და ხო და ეხლა პირველი რასაც ვაკეთებ რა, რაც უნდა გავაკეთო, ნუ ესეთი გეგმა მაქვს, რომ უნდა წავიდე აუცილებლად სამთავროში. სამთავროში უნდა წავიდე წირვის შემდეგ და ნუ
მეუფე დანიელი იქ წირავს სამთავროში, უკვე დანიშნულია როგორც მოგახსენეთ და ნუ ჩემი მოძღვარია და რა თქმა უნდა, ეხა პირველი ვისთანაც უნდა მივიდე და უცხურთხევა ავიღო, თავი დავალოცინო და რაღაცათან მადლობა უთხრა იმასაც, იმიტომ რომ ისი დიდი შრომის შედეგია ეს ყველაფერი, რომ მივიდე და უთხრა. ეხა მაგალითად რაც უნდა გითხრათ, ძალიან მწვენეა ამის თქმის რა. ეს ნამდვილი ახსარება უკვე და აღარ მახსოვს ეს მე ახსარებაში მოვინანი თუ არა, იმიტომ რომ ეხა მოგიყვებით რა მოხდა და იმის მიხედვით, მაგრამ ეხა ესე იგი რა გითხრათ. ძალიან მწვენეა, საშინელო მწვენეა, ეხა ამის თქმა რაც უნდა გითხრათ. მოკლედ, ესე იგი რომ წავედი და რომ პირდაპირ კიდემ გაიხა, ის აღარ მახსოვს რითი წავედი, ალბათ რაღაცა საზოგადოებრივი ტრანსპორტით, იმიტომ რომ მე ჩემი მანქანა მაშინ არ მყავდა. ხო და ნუ ჩავედი რა როგორც იქნა მცხეთაში. მივედი, ნუ კვირა დღეა, თან ეხა რა ხდება 30 დეკემბერია საეკლესიო კალენდრი, საერო კალენდრი. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არის დანიელ წინასწარმეტყველის ხსენება და მე ეს კი არ არის ჯერ დანიელი, მე მოკლედ ხო გემთეს ეს დეტალებს დავუსვამთ, მაგრამ მოკლედ რაღაცნაირად ესეა და მოკლედ მივდივარ მეუფე დანიელთან და შევდივარ მოკლედ ტაძარში, ნუ იქ იყო ჯერ კიდევ. იქ იყო და დედი მოკლედ ამბით, რა თქმა უნდა, სკუფიით შევდივარ და უნდა უთხრა, რომ აი პატრიარქმა დამაჯილდოვა სკუფიის ესე იგი დარების უფლებით და ნუ მე ჩავთვალე, რომ უკვე რადგან სასულიერო პირი ვარ, ამიტომ ესე იგი ესე ჩავთვალე რა, რომ ამიტომ მე შემილია თუ რაღაც ვალდებული ვარ თუ რაღაცა, რომ მეუფე დანიელს შენობით დაველაპარაკო რა და შენობით მიმართე რა. თან გაგონილი მაქვს რა რაღაც ესეთი არ ვიცი ხა ეს რა დავარქვა ამას, ეგეთი ფამილიარობა თუ რაღაცა ეკლესიაში სმენია რა, რომ ესე სასულიერო პირები, ან უფროსი და უმცროსი ერთმანეთს ესე ელაპარაკებიან ხოლმე. მოკლედ კი დაველაპარაკე და ესე იგი ისიც მეუფეც ხა ესეთია, პატრიარქივით არის, ნუ აი ვერ შეატყობ რა რაღაცნაირად, მაგრამ მე თვითონ მივხვდი რომ რაღაცა ძალიან არასწორი რაღაც გავაკეთე რა. და ეხო გემით აი დღემდე მწვენეა ამისი რა. ხო და მოკლედ ესე და მე კი მივხვდი რა, რომ არ იმას ქნა რა ქვია. რომ არ გაუშვა ხაზი ამას. მე კი მივხვდი რომ რაღაცა ძალიან არასწორად მოვიქეცი რა მოკლედ ესე და. მოკლედ მივედი დაიწყო ესე იგი ჩემი ახალი ცხოვრება, მომილოცა, დამლოცა და ნუ აქედან მოყოლებული უკვე გავხდი სასულიერო პირი და ეხლა ჩემი დავალება არის რომ ესე იგი კარგად უნდა შევისწავლო მსახურება. ესე იგი რომ აი დიაკონის თავარი მოვალეობა არის რომ მღვდელს ეხმარება აი მსახურების აღსრულებაში. ეს არის ესე იგი დიაკონს კმევის უფლებაც აქვს და კვერექსების თქმის უფლებაც აქვს და მსახურებაში კიდევ რაღაცა წიგნი გადმოცა ეს წიგნი პატრიარქმა კონდაკი ესე ქვია ამ წიგს კონდაკი სამღვდელო კონდაკი. ყველა მღვდელს აქვს ეს წიგნი და შესაბამისად ყველა დიაკონს აუცილებლად, იმიტომ რომ იქ ძირითადად წერია აი როგორ უნდა აღესრულებოდეს ეს მსახურება და ხო გეუბნებით ახლა კი სწავლობ სასულიერო აკადემიაში და გავლილი გვაქვს ეს ყველაფერი უკვე. ნუ უშუალოდ ლიტურგიკაში ლექციები გვეკითხება მამა დავითი, კიდევ ერთი მამა დავითი შიოლაშვილი, აი ხანდელი მეუფე დიმიტრი გვიკითხავს ლექციებს, მე ამაზე მისაუბრია ლიტურგიკაში და ნუ ეხლა ზუსტად არ მახსოვს იქ რა გავიარეთ და რა არა ამ დროისათვის. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ხუცური კითხვა რა თქმა უნდა ვიცი, იმიტომ რომ დიაკვნად კურთხევა სანამ შედგება, ესე არის გარეთ, საკურთხევლის გარეთ პატრიარქი დგას და დაწყებულია წირვა და წირვის დაწყებამდე გამოგიძახებენ, გამოხვიდე და ესე იგი უნდა ესე იგი კაბახო ჩამოცვა, მაგრამ ნუ ჯერ იპოდიაკონი, ანუ ესე იგი
პირველი საფეხური არის დიაკონის, ჯერ კიდე ერის ადამიანი ხარ და ჯერ კიდე არ ხარ სასულიერო პირი, ეკლესიის მსახური ხარ და იმისათვის რომ ეს წესი შესრულდეს, სანამ მე საკურთხეველში დიაკონად ხელს დაგასხამს პატრიარქი, რომ ან ეპისკოპოსი, ეს წესი რომ შესრულდეს, იქ რაღაც რიტუალი სრულდება თმების მოკვეცის და კიდევ გაძლევენ წიგნს. ეს არის როგორც წესი გადაგიშლიან 60 ქულოს. 60 ქულოს ეს არის ან მოციქულთა საქმე, ან რომელიმე ეპისტოლე, მაგრამ ძირითადად მოციქულთა საქმე და რაღაც ნაწილს გაძლევენ რომ წაიკითხო. მე ამისთვის ძალიან მემზადებოდი. ეხლა და რა თქმა უნდა, არ მინდოდა სრულებით, რომ შემშლოდა კითხვისას. ახლა სად გადაიშლება ეს წიგნი არავინ არ იცის, მაგრამ ეს ალბეთ გადაშლის და გაძლევს. ესეც რაღაცნაირად შევასრულე იმის გვამიდა, რომ ხუცური კითხვა უკვე ვიცი კარგად. ესე უცნობი ტექსტის საკითხვა შემიძლია და შესაბამისად, ხა უნდა ჩემი დავალება არის, რომ ეს კვერექსები და რაღაც ესე იგი უნდა ვისწავლო როდის როგორ იქნება. ხა მთავარი პრობლემა რაც არის, უკაცრავად თავარი პრობლემა რაც არის ახლად ნაკურთხ მღვდელთანაც არის, ოღონდ ისე მძაფრად არა, როგორც ახლად ნაკურთხ დიაკონთან. იმიტომ რომ სანამ დიაკონი გახდები, ვერც ივარჯიშებ, ვერც ისწავლე ამას, იმიტომ დაგავიწყდება რომ ისწავლე. როგორ უნდა თქვა კვერექსის, რა დროს უნდა თქვა, გარდა კვერექსისა კიდე რა. მსახურება, მოკლედ დიაკონის ფუნქციები, ესე იგი წინასწარ ვერ ისწავლე ამის გამო და ამიტომ პრობლემა, მთავარი პრობლემა ის არის, რომ დიაკონს ყოველთვის ეშლება რაღაცა რა. და ყოველთვის კარნახობენ და ყოველთვის მოკლედ აი ახალი დიაკონის და კიდევ ზოგს დიდი დრო ჭირდება ამის ასათვისებლად, ზოგს ნაკლები დრო ჭირდება, მაგრამ დიაკონის მთავარი პრობლემა ის არის, რომ ყველა ვიცით, რომ დიაკონს თუ შეეშლება, არა, შვიდად უნდა მიიღო ეს ამბავი რა და მეც ახლა კი ესე ვარ, მაგრამ არსოაც არ მინდა რომ ეშლებოდეს და მინდა რომ შევისწავლო. ხო და მოკლედ იმისათვის რომ მე კარგად, ეს წესიც არის სხვათა შორის, რომ კარგად ავითვისო, პატრიარქმა დამნიშნა სიონის ტაძარში და ასეთი დავალება მაქვს, რა სიონის ტაძარი იმითია ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ყოველ დღე აღევლინება წირვები, ყოველდღე. და 40 დღე კურთხევის შემდეგ, ესე იგი ყოველ დღე წირვაზე უნდა ვიდგე. ყოველ დღე უნდა ვიდგე წირვაზე, რომ თანდათანობით ავითვისო, თან იქ კარგი ის არის, რომ იცვლებიან ეს მღვდლები და ზოგისგან რას ისწავლი, ზოგისგან რას ყველაფერს ერთად ხორ დაემახსოვრებ და მოკლედ აი თანდათანობით ესე შაბათ-კვირას უკვე სამთავროში ჩავდივარ, იქ მეუფე დანიელი წირავს და მისგანაც ვსწავლობ, რა თქმა უნდა, ბევრ ამას და აი ერთ-ერთი მაგალითად ყველაზე ძნელი რაც იყო ჩემთვის აი ეს გაჩვენებთ. აი ეს არის საცეცხლური. ხო? აი საცეცხლურის კმევა, აი ეს რასაც ახლა ვაკეთებ, თვითონ ახლა რა არის ამაში განსაკუთრებული, ხო? დაიჭერ ხოში. იცით როგორი ძნელია, აი ხან ხელს გაწევ წინ რაღაცა არ გამოგდის. ეხლა იმდენად ეს მექანიკაში მაქვს გადასული, რომ ესე იგი აღარც კი მახსოვს, რატო ვერ ხო და აი ერთ-ერთი გაჩვენებთ უბრალოდ ამას, აი რომ ვიცოდეთ, ისე პატრიარქს ხა ლაპარაკი. პატრიარქმა მე თანდათანობით, ახლა მიწუთას მე ახალ დიაკონს კი არა, რამდენჯერმე სასულიერო პირებს, ესე იგი, პირდაპირ აი როგორც გაკვეთილი ისე ჩაგვიტარა, როგორ უნდა ვაკმიოთ რა. ესე იგი, პირველი ის არის, რომ კმევა, აი ესე იგი, ან ესე უნდა მეჭიროს ხელით საკმაოდ. ორნაირი შეიძლება და ესე ვაკმე. ან უნდა მეჭიროს ეს. აი ეს ხელი დაყრილი, აქ მეორე ნაწილია კიდე ეს უნდა გქონდეს ეს ჩამოცული, აი ეს თან ეს ხოგემთ აი თვითონ საცეცხლო მეჭირა ხელში და ესე გვასწავლდა სხვა. მაგრამ მეორე რაღაცაა, რასაც ძალიან დიდხანს ვერ ვაკეთებდი. არ გამომდიოდა, იმიტომ რომ
მთელი ტანი უნდა გრძნობდეს ამას რა. აი უბრალოდ სულ თითქოს უბრალოდ ახლა ცოტა შორს დავდგები და გაჩვენებდი. ესე იგი რაზეა ცით ლაპარაკი რომ აკვე როგორც წესი სამჯერ უკმევ ხატს ან სასულან დელთავარს არ მომცა ესე იგი ეს კმევა სამ-სამი კმევებისგან შედგება რა სამჯერ აკმევ მე გადადიხარ იქით და რა გვასწავლა იცით საოცარი რაღაცა ესე იგი აი სამჯერ კმევა ეს უნდა შესრულდეს ერთხელ აკმევ მეორე კმევაზე თავი უნდა დაუკრა აი ესე აი ხა და მესამეჯერ ჩვეულებრივად ისე საერთოდ გავაკეთებ და გაჩვენებ აი ესე ეს მე ის მოტრიალდები სადმე აი სხვა მხარეს აკმევ ისე ესე იგი ეს მე არავისგან მეტი არ გამიგია მეტი არავისგან გამიგია ესეთი ახსნა ამისი და ესეთი სწავლება და სხვათა შორის რომ ვაკვირდები სასულიერო პირებიდანაც ბევრმა ეს არიცის თუ არაკეთებს არა იმიტომ რომ ხოლმე აი მე ბედმა გამიღიმა რომ აი იმდენი წელი გავატარე პატრიარქის გვერდით დღეც და ღამეც ხშირად ან ყოველთვის ხშირად ძალიან რაღაც დიდი დრო იმ შენობაში მეძინა სადაც პატრიარქი იყო და რაღაც ესე ნუ ეს მე ცოტა მოგვიანები თქო როცა უკვე ჩამოყალიბდა ეს საპატრიარქო შენობა ხო და იმას ვამბობდი რომ აი ესეთი დეტალიც კი აი საცოცხლობით როგორ აკმეო აი ესეც კი პატრიარქმა ჩვენ გვასწავლა და დაგვიდგინა და ეხლაც ყოველ კმევაზე აი ეს გაკვეთილი მახსენდება რაღაც არ ვიცი აი ეს მოხდა რაღაცნაირად როგორ გვიხსნიდა ეს მახსოვს ხელში როგორ ეჭირა საცოცხლური და როგორ აგვიხსნა რომ აი ესე არის ლამაზიც არის სწორიც არის რაღაცა ნუ დარბაისლური თუ რა ვიცი რაღაც ესე რა ესეთი მნიშვნელობას ანიჭებ აი ამ მოქმედებას თვითონ ამის იმიტომ რომ კმევა თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი არის ღვთისმსახურების მოკლედ აი ესე აქედან საცოცხლურიდან დაწყებული ყველაფერი უნდა მესწავლა როდის რა კვერექსი ითქმება და ამიტომ 40 დღე სიონის ტაძარში უნდა მემსახურა თუმცა მინდა გითხრათ რომ ჩემი ეს ბედნიერება ესე რომ ვთქვათ ახლა ბედნიერებას რატომ ვკეთყვით დიდხანს ვეღარ გაგრძელდა რა 2 თვე სულ 2 თვე და 2 თვის შემდეგ მაკურთხა უკვე მღვდლად პატრიარქმა ეხლა რა მოქმედებაში ესე ითვლება საერთოდ რომ როდესაც დიაკვნად გაკურთხებენ ხოლმე ხა ისე ყველაფერი პატრიარქისგან არის ეს ყველაფერი რა რო გაკურთხებენ დიაკვნად ფაქტიურად საერო ნუ სამსახურში აღარ დადიხარ გათავისუფლებული ხარ ყველაფრით ეკლესია ნუ ხა ვერ გეტყვით რომ ხა ძალიან ბევრი არ არის ამის საშუალება ყოველთვის მაგრამ რაღაც ხელფასი გაქვს დანიშნული და ეკლესიიდან იღებ და ნუ ეკლესიის უკვე ღვთისმსახური ხარ რა ხო და ვალდებულებები არ აქვს არავითარი ესე იგი მუდელს აქვს ძალიან ბევრი საქმე აი ეს წესები მაგალითად ნუ აი ქორწინება, ჯვრის წერა, წესის აგება, ყველაფერი ამაზე. ესე იგი მოდელი რო ხდები, განსაკუთრებით ახალი ნაკურთხი რო ხარ, ამაზე მე მოგიყვებით ჩვენ ეკლესიაში როგორ არის. ხო და აი ეს უკვე რომ მლადკურთხევაზე რო გადავალ, ამაზე მე მოგიყვებით. ხო და აი მლადკურთხევის შემდეგ, ნუ აი ერთი წუთი არა გაქვს თავისუფალ ადამიანს რა, ძალიან დატვირთული. მოდელი არის ძალიან დატვირთული. ხო და დიაკონი საერთოდ არ არის დატვირთული უკვე სასულიერო პირია და აი შეუძლია მთელი თავის ცხოვრება მიუძღვნას აი ეს სანამ დიაკონია მიუძღვნას აი ღვთისმსახურების შესწავლას აი მშვიდად აითვისოს ეს ყველაფერი მეცნიერულ თუ აპირებს ესეთ რამეს მეცნიერულ შრომას მოკლედ აი დიაკონობა არის ესე იგი აი რაღაცა ნეტარების პერიოდი რა ნუ ჩემი დიაკონობა მოკლედ დიდხანს არ გაგრძელდა 2 თვის შემდეგ პატრიარქმა აკურთხა მღვდლად. ოღონდ მესანა ამასაც მოგიყვებით ახლა მღვდლად კურთხევა როგორ მოხდა იქაც განსასწრელი გადამხდა ესე იგი სხვადასხვანაირი ხო და აი მღვდლად კურთხევის შემდეგ როგორ შეიცვალა ჩემი ცხოვრება კიდევ
ამასაც მოგიყვებით, ოღონდ მე ხა მინდა ჩაურთო აქ ესეთი რამ. ჩაურთო ის, რომ მე ხა ვეღარ ვიხსენებ ზუსტად მოყოლელი მაქვს თუ არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეხლა დამიდგა ეს დრო. მე როდესაც მაქვს თავისუფალი დრო რა. და ეხლა რაში ვიყენებ ამ თავისუფალ დროს. მოკლედ ნუ არავის თუ მოყოლილი არ მახსოვს მოვყევი თუ არა ამ საუბრებში. მოკლედ ესე იგი ჩვენ ახლა მთელი არსებით ვიმზადებით წმინდა ნინოს გზის ჩასატარებლად. უკვე 91 წელი დადგა და 91 წელი დადგა და ნუ ძალიან რთული წელია ეს 91 წელსაც მოგიყვებით მე რა და როგორ და მოკლედ 91 წელია და ნუ ესე იგი ყველა მოცემულობა გვაქვს იმისი რომ ძალიან დიდი მასშტაბით უნდა ჩატარდეს წმინდა ნინოს გზაზე მსვლელობა. იცით რა, ეხლა კი ჩვენ აი წელს მაგალითად 1700 წელი აღინიშნება ქრისტიანობის სახელმწიფო გაქრისტიანების სრული ესე იგი გაქრისტიანების საქართველოსი, მაგრამ და ეხლა დიდი მასშტაბით ტარდება ეს მსვლელობებიც, მაგრამ აი ეს ფარავნის წმინდა მცხეთამდე წმინდა ნინოს გზაზე მსვლელობა 91 წელს რო შესრულდა. ესე იგი 170 ადამიანი მონაწილეობდა, წელს იყო 126 ადამიანი, თუ არ ვცდები, ვინც აი ფარავნის წმინდა მცხეთამდე გამოიარა და აი მაშინ იყო 170. ესეთი მასშტაბი მე მაგალითად მე არ მქონია უბრალოდ რა, არ მახსოვს კი არა, უბრალოდ არ მქონია. კი იყო რაღაც ესეთი მასშტაბური მსვლელობები იყო 2000 წელს მაგალითად 2005 წელს, მაგრამ აი თვითონ ეს ფარავნის წმინდა მცხეთამდე ესე იგი რომ აი ყველა სოფელი მოვიცავთ. აი ყველა საერთოდ რაც სოფელი არსებობს, ყველგან შევიდეთ ჯგუფი და აი ეს როგორ მოხდა ეს უნდა მოგიყვეთ. ოღონდ ეს მოხდა რის საფუძველზე, იცით რომ ჩვენ უკვე გქონდა რუკები, რუკა, ესე იგი რუკა ესეც ბევრი ვიკვლია და რუკა არ არის სწორი რა. ქ არ უნდა იქ კ რუკა. რუკა სახელია. სულხან-საბას რუკა და სედრაკა აღზრდელები ის ლეონის ხო და რუკა ხო და ეს რუკები გვინდოდა და მე ვიცოდი მაშინ იმ პერიოდში ჯერ კიდევ აი სტუდენტობის დროიდან გამოყოლელი ისინი მქონდა რაღაც ჩვევები რომ არსებობს რაღაცა ნუ ვიღაცის ხელში მინახავს მაგრამ ნუ არ შოვება რა ეს რუკები ახლა რუკები როგორ არის შოვება მაგრამ მასშტაბზეა ლაპარაკი აი 1 სანტიმეტრში 2 კილომეტრი მაგალითად ან 1 სანტიმეტრში 4 კილომეტრი ნუ 1 სანტიმეტრში 2 კილომეტრი ეს არის ძალიან დაწვრილებითი რუკა რომელიც მხოლოდ სამხედრო რუკები არსებობს ეგეთი და ნუ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ესე იგი ვეძებე სად შეიძლება და ნუ რუს სამხედროებს მივადექით ნუ იმათია რა იმათ აქვს ეს ყველაფერი და ხო და კარტოგრაფიის რაღაცა განყოფილება აქვს ცალკე იმისი დღევანდელი გამსახურდიას გამზირია ეს პეკინის ქუჩა იყო ადრე ხო და მოკლედ იქ მივედი იმ შენობაში არც მიშვებდნენ მაგრამ მე ვთხარი ვინ არის მეთქი უბრალოდ იმის ნახვამი და მეთქი მოახსენეს რაც პოლკოვნიკი იყო შემომიშვა და ნუ კესასულერო პირი ვარ თუ არ ვწდები რაღაც ამაშიც ხო და რომ მიმიღო რა გნებავთო მითხრა და მე ვთხარი ესე მეთქი რა ეს კარტოგრაფიული ესეთი რუკები გვინდა აუხსენე რა რუკები მითხრა და ესე გაუგნებულო მიყურებს და ნუ ხო პატრიარქმა გამოგზავნა რა და იმას კი არ ვეთქვი რომ პატრიარქს კურთხევით ავარ მაგრამ ნუ დამლოცა რა კი მაგრამ ისიც რა მიგვირსო როგორ რატომ მოხვედი თუ აქ რა თქმა უნდა გავიგე რომ აქ ესე იგი 2 დღის წინ მოეხსნა გასაიდუმლოებული რუკები იყო ეს ამას როგორ მომცემდა და ხო და გონი კი მაქვს მოყოლილი მაგრამ რა ვიცი მოკლედ 2 დღის წინ მოეხსნა ამას საიდუმლო გრიფიო რა და ამიტომ მე თქვენო შეამონებით გადმოგცემ თუ და თანო აი რაღაცა თიშნიშანს ნუ ახლა სამხედრო არა კომუნისტია ხო და კაისე გაუგნებული იყო რა ნუ მიხვდა რომ მე არ ვიცოდე ან საიდან მოცოდნოდა ხო მოკლედ გამომატანა ეს რუკები და აი ამ რუკებით 2 ეგზემპლარი გამომატანა აი როგორც ძვირფასი რა მოქრო აი რა ვიცი ესე მიჭირავს ეს რუკები ხელში ეს რულონები და
თან როგორ არის იცით დაშლილია რაღაც კვადრატებად არის ესა და ნუ ეს რო ააწყო ხა მაგალითად ამ მასშტაბით ნუ თელი ბერთელა კედელს დაიკავებს და არ ძღის ამიტომ როგორც იყო დანაწევრებული ესე მაშინ ეხლა თან ფერადი ქსეროქსიც არ არსებობდა რომ გადამექსეროქსებინა რაღაც და არა ნუ რაც არის ამით უნდა მესარგებლო ხო და მოკლედ აი ეს პერიოდი უფრო სწორედ უკვე როდესაც ჯერ ამ რუკებისთვისაც ამცალია ხო და აი როცა მოდელი გავხდი ამას უკვე ალბათ შემდეგ საუბარში მოგიყვებით და აი დავიწყე უკვე გაზაფხულიდან ადრეული გაზაფხულიდან დავიწყე აი ამ რუკებზე დეტალური ნუ ეს პირდაპირ მოვალება იყო ჩემი როგორც ნათქვამი მაქვს პატრიარქმა წმინდა ნინოს გზის ხელმძღვანელად დანიშნა მეუფე დანიელი და მე დავნიშნა მის მოადგილედ და დღემდე ესე ვართ მისიონერული გაყოფილება მე ამის საფუძველზე ჩამოყალიბდა და ამასაც მოგიყვებით და მოკლედ ეს მხარე პირდაპირ მემეხება ეს ნაწილი საქმიანობის დაგეგმარება და მოკლედ აი ეს როგორ მოხდა და როგორ იყო ამას ყველაფერს მოგიყვებით ეხლა კი ჯერჯერობით მოკლედ გადავდივართ უკვე 1991 წელია და მე ესე იგი უნდა შევისწავლო ეს დიაგნოზა კარგად და არც ვიცი რამდენხანს გაგრძელდება, მაგრამ აი ძალიან მალე დამიბარა პატრიარქმა და აი ზუსტად ესევე იყო, აღარ მახსოვს ეს სამთავროში იყო ისევე თუ არა, მაგრამ ესევე შეიძლება საპატრიარქოში იყო უკვე უცებ მომიბრუნდა და მითხრა რომ თქვენ ამ შაბათ-კვირას მოემზადეთ მღვდლად კურთხევისათვის. ნუ რა ისევ გაკვირვება, გაოგნება, მადლიერება, დიდი მადლობა მოემზადები და მოკლედ ესე დამოცა. აი დღეს აქ შევჩერდეთ და შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი. ამითი დაგემშვიდობებით, ღმერთმა დაგლოცოთ ჩვენთან არს ღმერთი.